მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას, ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ, დღეს კონგრესის წევრები წარდგებიან თქვენს წინაშე, ბესიკ ბობოლი, ბატონ თემო ჩანაშიაშვილი, ბატონ კვანჯი ჟუანია. ჩვენ ისევ და ისევ ვისაუბრებთ კრიზისზე და მეცნიერთა კონგრესის ფუნქციას და მისიას ამ აღნიშნულ კრიზისის მართვაში. ასევე მინდა შევახსენოთ, ვინც არ ესწრებოდა პირველ გადაცემას, რომ ჩვენ ვისაუბრეთ გუშინდელ დღეზე, ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, სადაც მეცნიერთა კონგრესის წევრებმა დააფიქსირეს თავისი პოზიცია აღნიშნული კრიზისთან მიმართებაში და განაცხადეს აქტიური სურვილი ჩაერთონ პროცესის მართვაში. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ მეცნიერები აღნიშნულ ორპოლუსიან პოლიტიკურ სისტემაში, რომელსაც ფაქტიურად კრიზისში შეიყვანა ქვეყანა, რომელსაც ფაქტიურად არასწორი დაგეგმვის შედეგად ძალიან დიდი გლობალური კრიზისი გამოიწვია, ამ პოლიტიკურ თამაში შემოვიდნენ ესეთი დიდი სუბიექტები, როგორც არის ჩინეთი, ყაზახისტანი, თურქეთი, ევროპული ქვეყნები, ევროპა ცალკე, ამერიკას კიდე სხვადასხვა პოლიტიკა აქვს. ამდენად აქედან გამომდინარე, ჩვენ მნიშვნელოვნად ვთვლით, რომ პოლიტიკური რესურსებით უკვე შეუძლებელია კრიზისის მართვა, მათ არ აქვთ ასეთი ცოდნა, არ აქვთ შესაბამისი სამეცნიერო ინსტიტუტები, იმიტომ რომ განადგურებულია. ამდენად ჩვენ ვერთვებით, როგორც მხარე, ამ პროცესების აქტიურად რეგულირებისთვის, ჩვენ გაგვაჩნია ძალიან დიდი პოტენციალი, ეს არის პოლიტიკოლოგები, კრიზისის მართვის სპეციალისტები, ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრებიც, იმიტომ რომ მთელი არსენალი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. ამის გამოსავალი წინასწარ რო ვიცოდეთ, რეცეპტი არ ვიცით, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სურვილი და აი ამ პროცესებმა და ჩვენ განწყობმა საკმაოდ დიდი აქტუალურობა შეიძინა. პირველი არხის სარედაქციო პოლიტიკამ გამონაკლისი დაუშვა და ამდენი ხნის განმავლობაში, როდესაც მეცნიერთა კონგრესმა მრავალჯერ ჩაატარა კონფერენცია და არ იქნა გაშუქებული, პირველად მოხდა, რომ ამ კრიზისულ სიტუაციაში მოხდა გარღვევა, სადაც დაფიქსირდა მხარე მეცნიერთა კონგრესი, რომელიც მზად არის პროცესებში ჩაერთვას. ამასთან დაკავშირებით მინდა ჩვენს კონგრესის წევრებმა თავისი პოზიცია გამოთქვას, ბატონ თემო, მინდა თქვენი შეხედულება და შეაფასოთ გუშინდელი სხდომა. ჩვენ ცოტა გვიანგვინდოდა ბატონო ბესიკ, მაგრამ დღეს გთავაზობთ ახლა მასფათ პარასკევისა, რომ დავიწყოთ იმ დოკუმენტის განხილვა, რომელიც ჩვენ წუხელ მთელი ღამე ვიმუშავეთ საორგანიზაციო ჯგუფმა, იმიტომ რომ დრო არ ითმეს, სიტუაცია რთულია და გთავაზობთ დოკუმენტს, რომლის სახელწოდებაა უგუშაგოთ საქართველოს და აქ არის ჩამოყალიბებული ზოგიერთი მოსაზრება. დღეს დავიწყოთ ეს მოისმენს ხალხი, მოსახლეობასაც ექნება საშუალება, რომ მოისმინონ, ნახონ თავის მოსაზრებები გვითხრან. შესაბამისად, პარასკევს ჩვენ 3 საათს მეორე განხილვას გავაკეთებთ ამის თქვენი მოსაზრებების გათვალისწინებით და ისე რომ მომდევნო კვირის დასაწყისში ორშაბათს სამშაბათს უკვე სრულყოფილი დოკუმენტი მივიღოთ. ეხლა ჩვენ შეიძლება ეს დოკუმენტი დღეს ესეთ სრულყოფილი არ არის, მაგრამ ის რომ უშინდელმა დღემ დაგვარწმუნა იმაში, რომ რეალობა ის არის, რომ ხალხი არ კითხულობს არაფერს, რეალურად ესე იგი მოდის ზოგჯერ ღონისძიებაზე, იმიტომ რომ თავისი რაღაც მოსაზრება და მერე გარბის, მით უფრო რაც უფრო პარტიის წევრები არიან, ესენი მით უფრო ამას აკეთებენ. ჩვენ მაინც დაფიქრება გვჭირდება გუშინდელზე რო ვთქვა, დაფიქრება გვჭირდება იმის გამო, რომ როდესაც მნიშვნელოვან დოკუმენტს ვიღებთ, მაშინ და კონგრესი იღებს, მხოლოდ კონგრესის წევრები მოიწვიოთ. იმიტომ რომ გუშინ არც ერთი არ იყო კონგრესის წევრი და ხვალ ნახავს ალბათ საზოგადოება ამ გადაცემას, ნუ არ ვიცი როგორ ახარ ჩეთარხმებული, ალბათ ხვალ იქნება ეს გადაცემა. ნახავენ გუშინდელ ჩანაწერს და მიხვდებიან, რომ კონგრესის წევრი ვინც გამოვიდა სერიოზულად, აკადემიურად, ხოლო ის ვინც გარედან იყო მოსული და ზოგჯერ ვიღაცა რო აერია სიტუაცია და გეუბნება რომ მხარე იყავი და მითხარი რომელ მხარეს დგეხარ და რაღაც და ჩვენ ამ დროს საუბრობთ იმაზე, რომ კონგრესი ძლიერი არის იმაში, რომ არ იქცა მხარედ და ამ დროს გთხოვს ამას და მერე გეუბნება რომ მე ვტოვებ დარბაზს, მაშინ გავდივარ და გაიგებ რომ ლელოს არ უმადგენელია, გაიგებ რომ რომელიღაც სხვა პარტიის არ უმადგენელია, გაიგებ რაღაც. ჩვენ ამ პარტიულ ინტრიგებს ვერ ავყვებით, არ ავყვებით. ამიტომ ბესიკ ბატონო, წუხელ ჩვენი საუბრით მეტი რომ გავედით ხალხში დაველაპარაკეთ. ახლა მაგალითად მე ვიცი ჩვენი მეგობრების აზრი, ძალიან ბევრი წუხელაც პირველად გამოვიდა
და არ იყვნენ ნამყოფი, ახლა ჩვენ ვიყავით ადრე, მაგრამ ესენი პირველად იყვნენ და დღეს ბევრი შემომხმიანა და მითხრა თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ, რომ იქ საზოგადოება დგას ძალიან საინტერესო. ახალგაზრდა კაცი, რომელიც გუშინ ჩვენთან მოვიდა, იქ მან თქვა თვითონ რომ 20% იქ არის მოსული ასარებათო. ჩვენ ახლა იმ 20% შუაზე დადის ყველა ტელევიზია და ხელისუფლება იმ 20% ძომავს და ის 80%, რომელიც იქ გულწრფელია, მართალია და სრულიად სხვა რაღაცას იწყებს. აი ეს არის მთავარი და იმ სრულიად სხვა რაღაცას ვინც იწყებს, აი იმათთვის ვაქვეყნებთ ჩვენ ახლა ამას და იმ ახალგაზრდებსაც ალბათ მოვიწვევთ მე და შევხვდებით და კიდე ბევრთან გვექნება. ესე იგი სათაური ამ დოკუმენტის არის უგუშაგოთ საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი ფარველი ამ დიდ ეროვნულ სახელმწიფოებრივ მოძრაობაში. მეცნიერთა კონგრესის გუშინდელმა 17 დეკემბრის გაფართოებულმა სხდომამ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან პირდაპირ ვთქვათ ულტრალიბერალური და ურაპატრიოტული პოლიტიკური ძალების მიერ შექმნილი უძიმესი კრიზისიდან გამომდინარე და ამას ემატება ის რომ საქართველო იქცა უკვე ცივილიზაციათა ბრძოლის ასპარეზად, იმიტომ რომ ხედავთ რომ აზიურმა ნაწილმა აღიარა ვთქვათ ის არჩევნები, ევროპული და ამერიკული ნაწილი არ აღიარებს ამას. აი აქაც მოხდა დაჯახება ჩვენი, რისიც ეშინოდა მეცნიერთა კონგრესს და აფრთხილებდა ხელისუფლებას რომ ჩვენ არ უნდა მოვყვეთ აი ამ პროცესის რაღაც ბრძოლის ველად არ უნდა გადაიქცა გუშინ წინ ამ დღეებში დადასტურდა რომ ჩვენ ცივილიზაციათა ბრძოლის გარკვეული მათ გადავიქცეთ. ეხლა საჭიროა დავიხსნათ ქვეყანა ყველაფერი ამიდან. ამიტომ პოლიტიკური შექმნილი უმძიმესი კრიზისიდან გამომდინარე, ერთი მხრივ დაადასტურა, მეორე მხრივ და რაც მთავარია, მოქმედების საფუძვლად აქცია ქართული ერთობის დარბაზისა და მეცნიერთა კონგრესის გადაწყვეტილება ეროვნული იდეალების დაცვის მიზნით, ხას უსვამ ეროვნული იდეალების დაცვის მიზნით, ფართო მასშტაბიანი ეროვნული მოძრაობის განახლების აუცილებლობის თაობაზე. ისთვისაც თავარ მიმართულებებად გამოკვეთა. ეხლა ჩვენ ყველანი სულ ამ განწყობითაა ჩვენი შეხვედრა. მივიღეთ ძალიან სერიოზული დოკუმენტები, აქ ჩამონათვალია და ეხლა ყოველ ფეხის ნაბიჯზე იქნება რაღაცა და რაღაც სისულელეებში შეყავთ ეს ხალხი და ამიტომ ჯობია რომ მთლიანობაში ჩამოვაყალიბოთ ყველაფერი. ესე იგი, რისთვისაც თავარი მიმართულებებად გამოკვეთა. პირველი ეტაპის ამოცანა დაპირისპირებით დასრულება ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლიდან ერთმანეთთან ბრძოლის გადასვლაზე. ამ დროს მეცნიერთა კონგრესი ამბობს, რომ თუ დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთთან სასაუბროდ არ დაჯდებიან, ჩვენ მათ წინააღმდეგ ბრძოლისთვის დროს არ ვკარგავთ, ჩვენ ვერთებით იმ ხალხთან ქუჩაშია თუ სახლშია, სადაც არის, რომელსაც აქვს ეროვნული იდეალები და ეროვნული მიზნები და მეცნიერთა კონგრესის ამ ხალხის ერთობით ვიწყებთ ძალიან ძლიერ ეროვნულ მოძრაობას და თავისთავად ცხადია, რომ ყველა გაკოტრდება, ვინც ამას არ შეუერთება ბოლოში. მეორე ეროვნული მოძრაობის საფუძვლად 8 თებერვალს დავითობას გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში მიღებული ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის მიჩნევა და მეცნიერთა კონგრესის კონცეფციის ეროვნული თანხმობის პარლამენტის თაობაზე კონცეფცია. ეს ორი დოკუმენტი არის ჩვენთვის თავარი, როცა ვამბობთ, რომ აი ამაზე დაყრდნობით იქნება სწორედ ეს მოძრაობა. მაგრამ ბოლოში კიდე ძალიან ბევრი სხვა რამე გვაქვს. მესამე, მეცნიერთა კონგრესის კრიტერიუმებით ხალხის მიერ თანამემამულეთა ნდობის ერთობის სახელმწიფო პირობითია თანამემამულეთა ნდობის ერთობა. ანუ თქვა შეიძლება ეს ვამბობ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირობითია შექმნისათვის დაწყებული მუშაობის დასრულება. შემდგომი სახელმწიფო კაცების საკრებულოს გამოთქმა ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის, იდეა რომ ასეთი რამ შეიქმნას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ეკუთვნის. ჩვენ უნიკალურ დოკუმენტს ვაცნობთ დღეს ადამიანებს, რომელიც მოიცავს აი თითქმის ყველა სფეროს, აი ჩვენი ისტორიის რაღაც მონაკვეთების შემკრებია ეს ყველაფერი. ესე იგი როგორც გითხარით, სახელმწიფო კაცების საკრებულო უნდა შეიქმნას, დაწყებულია და ამას თავზე კიდეც ქვემოთ ვიტყვით. ესე იგი შემდგომ გამოკვეთა კონკრეტული ვადებიც. აი ამას მინდა ხაზი გაუსვა, რაზეც ჩვენ ადრეც გქონდა საუბარი, რომ იანვრის ბოლომდე 2025 წლის იანვრის ბოლომდე თანამემამულეთა ნდობის დარბაზის შექმნა და 200 კაციანი სიის გამოქვეყნა. აი ტელევიზიით რო გამოდიან ბატონო ვახში თქვენთან და კიდე გაგზელდება ეს როგორც ვთქვით იანვრის ბოლომდე და უკვე შეჯამდება ყველაფერი და გამოვაქვეყნებთ იმ 200 ადამიანის სიას, შეიძლება მეტი იყოს, ნაკლები იყოს, ვისაც რამდენიმე კაცი მაინც უჭერს მხარს. ახლა ერთხელ რო დასახელდა, იმაზე არ არის საუბარი, ხო? ნუ როგორც ვარ ჩათანხმებული და ეს პრინციპები ჩამოყალიბებულია. შემდგომ 2025 წლის თებერვლის დასაწყისში ამ გუნდის შეკრება, ამ 200 კაცის შეკრება საკურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში
ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინის განხილვის დაწყება. ჩვენ მას პროექტი უწოდეთ, დაიწყება ამის განხილვა, ლაპარაკია ამ დოკუმენტზე ბატონებო, ნებისმიერი ვისაც გაქვს შეგიძლიათ Facebook-ზე ნახოთ, ვისაც არა და ცოტნე დადიანის 26-ში მომძაბნდით, ჩვენ კიდე განვაახლეთ ამისი დაბეჭდა და ნებისმიერ შეგვიძლია გადავცეთ და მზად ვართ რომ ესე იგი ამ საკითხში დაგიდგეთ გვერდით, რომ ყველას გქონდეს საშუალება რომ წაიკითხოს. შემდგომ, ესე იგი როგორც ვთქვით, იანვრის თებერვლის დასაწყისში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის განხილვის დაწყება და მამულიშვილთა ერთობის მთავარ მიმართულებად ერის მამის მიერ გელათში წარმოთქმული სიტყვიდან ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბრალავად და დაუმონებლად გამოცხადება და ამის საფუძველზე ეროვნული ერთობის მიმართვის გაკეთება სახალხისადმი ეროვნული მიმართვის გაკეთება სწორედ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმიდან. ყველა ეს დოკუმენტები მომზადებული გვაქვს, ამაზე ვფიქრობდით, უბრალოდ პროცესის დაჩქარება და გუშინდელმა ჩვენმა შეხვედრამაც ამაში დამარწმუნა. 2025 წლის 8 თებერვალს დავითობას გელათში მამულიშვილთა ეროვნული ერთობის გაფართოებული შეკრება ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინის სარეფერენდუმო ტექსტის მიღება და ეროვნული მოძრაობის მთავარი პრინციპების განცხადება. ჩვენ ამაზე ვიწვევთ ხელისუფლებას, ვიწვევთ ყველას, ვეუბნებით, აქ არ არის მარტო იმ 200 კაცზე ლაპარაკი, ვინც იქნება შეიძლება ზოგიერთი ვერ წამოვიდეს, მაგრამ აქ საუბარი არის იმაზე, რომ 8 თებერვალი იქნება გელათში სანიშანსვეტო გელათობას დავითში, ესე იგი გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში შედგება სწორედ აი ესეთი დიდი შეხვედრა, რომელიც მიიღებს, ანუ ამ დოკუმენტს ცვლილებებს შეიტანს, რაც არის და მოამზადებს სარეფერენდუმოდ. შემდგომში 2025 წლის 31 მარტს, სწორედ იმ დღეს, როცა 33 წლის წინ პირველმა მრავალპარტიულმა და ეროვნულმა პარლამენტმა ზვიად გამსახურდია გამოვიტანეს მაშინ, გამოვიტანეთ, მეც იქ წევრი ვიყავი და განვიცდი იმას, რომ ეს გამოვიტანეთ ეს დოკუმენტი და გამოვიტანა პრეზიდენტი მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო ბატონი ზვიად გამსახურდია, მისი იმით აი სწორედ 31 დეკემბერში შედგა რეფერენდუმი, ხო? აი ამიტომ 33 წელია ჯერით, 34 იქნება მაშინ, 34 წლის თავზე ჩვენ შევძლოთ ჩატარდეს ახალი რეფერენდუმი, რომელიც მიიღებს ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინას. აი ეს ხას უსვამე, კიდევ ერთხელ ჩამოვაყალიბებ. 2025 წლის 31 მარტს, სწორედ იმ დღეს, როცა 33 წლის წინ საერთო სახალხო რეფერენდუმზე სრულიად საქართველოს პირველი მრავალპარტიული ეროვნული პარლამენტის და ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ გამოიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი, გამოტანილი იქნას ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა, რომელმაც ისევე უნდა შეკრას ერთ ეროვნულ სხეულად მთელი საქართველო, როგორც ეს მოხდა 1991 წლის 31 მარტს. 2025 წლის 9 აპრილს უნდა გაცხადდეს რეფერენდუმის შედეგები და ხალხის მეცნიერების მიერ შემუშავებული საარჩევნო სისტემით, აი ამას ვამბობ, რომ ჩვენ მანამდე საარჩევნო სისტემა ხო გვაქვს გაკეთებული ეს, იცით ბატონო ბესიკ, ბატონო ვახში, ჩვენ ამაზე თავიდანვე მუშაობდით, რომ აი სწორედ 9 აპრილს არა მარტო ეროვნული დოქტრინის მიღება გამოცხადდება, ჩვენ იმ დღეს წარვადგენთ აი როგორ უნდა ჩატარდეს, რა სისტემით უნდა ჩატარდეს არჩევნები ქვეყანაში და ამისთვის თანამშრომლობას თავაზობთ ყველას. აქ ხო არ არის დახურული ჩვენ დავწეროთ და ეს არის კარგი თანამშრომლობა. ანუ ეს იქნება 9 აპრილი იქნება მართლაც უმნიშვნელოვანესი დღე და თქვენ ხედავთ ახლა ჩვენ რომ აი ესე იგი რაღაც კანონზომიერებას, ძველთან შეხმიანებას, როცა დიდი მნიშვნელოვანი დოკუმენტები იქნა მიღებული, ამას ვაკეთებთ. ლაპარაკია 31 მარტი, ლაპარაკია 9 აპრილზე და შემდგომ ესე იგი 9 აპრილს უნდა გამოქვეყნდეს რეფერენდუმის შედეგები და ხალხის მეცნიერების მიერ შემუშავებული საარჩევნო სისტემით უნდა გამოცხადდეს გადაწყვეტილება 2025 წლის ოქტომბერში არჩევნების ჩატარების თაობაზე, რომელმაც ახალ პრინციპზე დაყრდნობით უნდა აერჩიოს ეროვნული თანხმობის პარლამენტი. აქ რაღაც იმაში გამორჩა, რომ 2025 წლის 26 მაისს უნდა უკვე შედგეს პირველი სხდომა სახელმწიფო კაცების აგრებულოსი.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. ვებერთელა რამეა გაკეთებული ამ 20-25 წლის განმავლობაში მეცნიერთა კონგრესი ქართული ერთობის დარბაზის მიერ და აი რაღაც 2-3 კაცი შეიკრიბება და აცხადებს რაღაცას. ნუ ეხლა ასე არ გამოვა ბატონებო, როცა 20-25 წელია ესეთი სერიოზული 500-მდე მეცნიერი მუშაობს, ჩამოაყალიბა, გააკეთა, გეუბნებით, თქვენიცაა, ჩვენიცაა, ყველა ცალ-ცალკე რომ ვქნით ამ მოძრაობებს და მიმართულებებს ეს რა უბედურებაა, ყველას რო პრეზიდენტობა გვინდა, არაფერი ნუ ამ დოკუმენტში გვიწერია ჩვენ შემდგომში. შეკრებამ დაადასტურა გუშინდელ შეკრებაზეა საუბარი რომ ეს იქნება ეროვნული მოძრაობა რომელიც შეაერთებს ეროვნულ და ზოგად კაცობრიულ იდეალებს იმ პრინციპით რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს გაცხადდა სახალხო კრებაზე თანამემამულეთა 1000 კაციან შეკრებაზე და ქვემოთ ბანერზეა გამოკვეთილი ეს საიტზე დევს უკვე ქართული მხოლოდ ქართული გზა ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს რომ ქვეყნის გარეთ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები რომ საქართველოს არასდროს არ იყო ჩაკეტილი ქვეყანა ცივილიზაციის სათავეებთან ვართ ჩვენ და ცივილიზაციის სათავეებზე ვიდექით მუდმივად და ანალოგიურად უნდა ვიყოთ აქ და ნუ ესე იგი ხელისუფლებები რო გაძლევენ იმის უფლებას ცუდია მაგრამ თავში ნუ გვირთხამთ ხელს და ნუ გადებთ თავიდან ჩვენ თურაშაულის პატრონი ტყეში არ უნდა ვეძებდეთ პანტას ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება ისტორიული გუში რამხელა მეცნიერია ჩვენი ბატონი გია კვაშილევა და მან უკვე თქვა რომ 4000 წელია ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ამიტომ ცოტა მეტი პატივისცემით უნდა მოეკიდონ ცივილიზაციის სათავეებთან მდგომ ქვეყანას და მის ისტორიას. შემდგომ ქვეყანაში სწორედ ხალხის მიერ არაპოლიტიზებული ადამიანების მიერ მეცნიერებთან ერთად იბადება ახალი ტიპის მოძრაობა რომელიც საფუძვლებს მე ხალხს უსვამ ქვეყანაში სწორედ ხალხის მიერ არაპოლიტიზებული ადამიანების მიერ როგორც იქ დგას 80% ქუჩაში და ძალიან ბევრი კიდე სახშია ადამიანი მეცნიერია არ მიდის არ უერთდება ამ იმას და რაღაც 1000-ნაირი იმით არის რომ ვითომ იქ რაღაც უბედურებაა მაგრამ ჩვენ ყველას ვეხმიანებით და ვეუბნებით რომ სწორედ ასეთი ხალხის მონაწილეობით იბადება ახალი ტიპის მოძრაობა რომლის საფუძვლებს და პროგრამულ დოკუმენტებს 15-20 წელია დიდ მამულიშვილთა მიერ დაფუძნებული ქართული ერთობის დარბაზი მეცნიერებთან კონგრესთან ერთად ბიბლიურ პრინციპზე თავარში ერთობა სადაუში თავისუფლება ყველაფერში სიყვარული დაგტნობით ამზადებდა და რომლის მიზანია ქვეყანაში დასრულდეს პრიმიტიული აზროვნების ეპოქა პრიმიტიული პარტიული აზროვნების ეპოქა და დაიწყოს მეცნიერების ერა რომ ფასეულებების ფულისუფლების ქვეყნიდან გადავიდეთ ნიჭის ძალაუფლების ქვეყანაზე. სწორედ ეს არის ინტელექტუალური რევოლუცია, რომლის შემდგომაც გახდება შესაძლებელი რომ ცივილიზაციის სათავეებიდან მომდინარე ქვეყანამ მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრმა საქართველოს შეასრულოს დიდი ეროვნული მისია, რომელიც ჩვენს ქვეყანას აგესრია. ეს არის უდიდესი ეროვნული გადაწყვეტილება, რომელსაც ვჭირდებით ყველანი, ვჭირდებით როგორც რიგითი ჯარისკაცები, ყოველგვარი ამბიციების გარეშე, რომ ვიღაცას არ უნდა გაუჩნდეს ამბიცია, მოძრაობებს რო ქმნიან, აი ჩვენ რო ვამბობთ ამას, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ამის წარმმართველები და ასე შემდეგ. პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ საქმეში ჭირდება რიგითი ჯარისკაცობა, თქო, ამ საქმეში რიგითი ჯარისკაცი უფრო დიდი რამის გამკეთებელია, ვიდრე ვთქვათ ის, ვინც ამბიციებით არის დატვირთვილი. უგუშაგოთ საქართველოს ღმერთი იყო ჩვენი ფარველი ამ დიდ ეროვნულ სახელმწიფო მოძრაობაში. მეცნიერთა კონგრესის პრეს-ცენტრის სახელით ქვეყნდება ეს დოკუმენტი პირველ ეტაპზე განხილვისთვის 18 დეკემბერი 2024 წელი. ამ დოკუმენტის დახვეწა დაზუსტებაზე მუშაობა გრძელდება, მაშინ მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც ისმენს და ან საიწერო უნახავს. საბოლოო გაცხადება პარასკევს და ან თუნდაც პარასკევს თუ მივიღებთ თუ არა და მე რეკეთ კიდე ორშაბათს სამშაბათს პარასკევს 15 საათზე ქართული ერთობის დარბაზსა და მეცნიერთა კონგრესის დროში ქართულ ტივიზე. აქ ნახავთ, ეხლა ქვემოთ ვაკეთებთ ასეთ რამეს. აქ ნახავთ დოკუმენტებს, რომლებზე დაგტნობით შეიქმნეს გაბედული პროგრამა, რომელთა შექმნა 2006 წლიდან ერთი მიზნით რომ არსებობდეს მეცნიერული ფუნდამენტი ქვეყანაში სისტემური ცვლილებებისთვის, რომელთა გარეშეც ნებისმიერი ახალი ხელისუფლება გახდება ისეთივე, როგორიც წინა, ასე ხდებოდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თუ სისტემა არ შეიცვალა და სისტემური ცვლილებები არ მოხდა, ამ ქვეყანაში არაფერი არ შეიცვლება და ყველაფერი იმის გამო, რომ სისტემა არც ერთმა მოსულმა ხელისუფლებამ არ შეცვალა და ყველა მოსული დაემსგავსა წინას და უარესი ხდება, ამის გამო პროგრესის ნაცვლად ჩვენ გვაქვს რეგრესი, დაპირისპირება, დიდარი
მდიდრდება და ღარიბი კიდევ უფრო გადაგდება. ჩვენი დოკუმენტებია, რომელსაც ჩვენ საუბრობთ. ერთად გამოვიტანთ მე ამას, ახლა მე პირდაპირ აქ შემოვედი იმაში, იმიტომ რომ აი როგორც დავამთავრეთ მუშაობა წამოვედი. გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ, ჩვენი მთავარი დოკუმენტი, რომელიც ძალიან სქელკანიანია და ყველაფერი თავმოყრილია შეგი. მეორე, რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ. ეს დოკუმენტი გელაჩია მიღებული, ძალიან ბროშურად გამოცემული, რომელიც როგორც იტყვიან, წყალი ჩამოუშვეს იქ სადაც იყო და 10,000 წელი გაგვიფუჭეს. მესამე, ხალხის წერილი ხელისუფლებას, ეს უნიკალური დოკუმენტი 3,000 კაცმა შექმნა ეს წერილი და 100,000-ზე მეტმა დაუჭირა მხარი. ჩვენ ამას ყველაფერს ნახავთ საიტებზე დადებული იქნება და ვისაც გაქვთ სურვილი, გაეცნობით. შემდგომი მეოთხე დოკუმენტი, ემიგრანტთა განწყობა გადაძახილი მომავლის საქართველოსთვის 2006 წელს შექმნილი დოკუმენტია, რომელიც იმიზნად ისახავს ემიგრანტების არა მარტო დაბრუნებას, არამედ ემიგრანტთა უფლებების დაცვას ქვეყნის გარეთ და აქ ჩვენ გვაქვს სწორედ იმ გუნდის შექმნა, რომელსაც ქვია საქართველოში ემიგრანტთა ოჯახების და უცხოეთში ემიგრანტთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ლიგის შექმნა, როგორც ეს გადაწყვიტა 21 სექტემბერს 1 წლის წინ ღვთისმშობლობას ემიგრანტთა ყრილობამ, რომელიც შედგა ბერა ბერძენიშვილის ცენტრში. შემდგომ მეხუთე დოკუმენტი, სისტემური ცვლილებების 21 პუნქტიანი პროგრამა, მთავარია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩათვლით საშუალება ამ ბიზნესის მისაღწევად. მეექვსე დოკუმენტი, ეს უნიკალური დოკუმენტია ის ბატონო ვახშეხი, ჩვენი ვიცით, რომელიც გვედევს და ეს კიდევ ერთხელ ყველა დოკუმენტი, რომელსაც თქვენ ნახავთ, აი დღეს დასრულდება ალბათ და ყველა დოკუმენტი, აი რო დააჭერთ ხელს აი ამ იმასად რაზეც საუბრობთ, გადაგიყვანთ იმ დოკუმენტზე, რომ არ იყოს მერე საუბარო, ვერ წავიკითხე, ვერ უნახე და ასე შემდგომ. მეექვსე დოკუმენტი, საერთაშორისო დონეზე აღიარებული პროექტი, ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას. ეს არის შექმნილი 2004-5 წლებში და ეს არის უნიკალური დოკუმენტი, ძალიან ცნობილი და ვალდხაბერმა ევროპის სასამართლოს თავმჯდომარემ დაუჭირა მხარი და ევროპის სასამართლოს წარმომადგენლები მინდია უგრეხელიძე და სხვები იყვნენ აქტოვანებული, როგორი დოკუმენტი შეიქმნა. ჩვენ დღეს გვჭირდება ის არა მარტო როგორც დოკუმენტი, არამედ ჩვენ გვჭირდება მისი მოქმედებაში მოყვანა. ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას. ჩვენი პრინციპი რა იყო? დაამთავრე 4 წელი. ხალხი სისტემა არსებობს იმის, რომ შენ უნდა ხალხმა შეგაფასოს და ეს გასამართლება არ ნიშნავს, რომ დაგიჭირონ და გასამართლება არ ნიშნავს იმას, რომ თქვია გესწოლონ. შეიძლება მადლობა გითხრენ. შემდგომი მეშვიდე, ეროვნული თანხმობის პარლამენტის კონცეფცია. მერვე, ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა. მეცხრე, სახელმწიფო კაცების საკრებულოს კონცეფცია. მეათე, კონცეფცია ხალხი ქირაობს ხელისუფლებას. მეთერთმეტე, მშვიდობის ქართული პარადიგმა. ეს უნიკალური წიგნია გამოცემული, რომლის ავტორი გახლავთ სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ზურაბ ხონელიძე და ჩვენ რამდენჯერმე განვიხილეთ და ვნახეთ ეს დოკუმენტი. შემდგომი სიტყვა, შემდგომი პროგრამა, ესე იგი მართალი ტელევიზიის კონცეფცია. შემდგომი პარტიათა ასამბლეის კონცეფცია. შემდგომი 20-80 შევცვალოთ 80-20-ით. ანუ თუ დღეს სურსაც 80% სურსაც 80% შემოგვაქვს გარედან 80% უნდა დავამზადოთ ჩვენთან 4 წელი წლდება ყველაფერ ამას ჩვენი კონცეფციით და 4 წლის მერე თუ 80% შემოგვაქვს 20% უნდა შემოგვქონდეს და 80% ეს არის უნიკალური, ეს არის პრაქტიკულად სოფლად რევოლუცია, ასე შეიძლება უწოდოს. ეს უდიდესი პროგრამა. შემდგომი დოკუმენტი, პროგრამა წყალი, ეს არის უნიკალური პროგრამა. დღეს ჩვენ ძალიან ცოტას ვლაპარაკობთ, ყველა იბრალებს ამ პროგრამას ლაპარაკობს ამ პროგრამაზე. ამ პროგრამის სათამეებთან მდგევარ ჩვენ და მე ვარ ბედნიერი, რომ აი თქვათ ბატონი გიორგაძე მე გავაცანი სწორედ აი იმ გუნდს, ისინი მოვიდნენ ჩემთან პირველად და გავაცანი სწორედ ბატონი გიორგაძე და სხვები და მე ვთხოვეთ ბატონ პაატას ამ უნიკალურ პიროვნებას მეცნიერს გაყოლოდა ამ საქმეს და დღეს ვინ არის ამ საქმეების სათავეში? ბატონი რომან რურუა, რომელიც არის სწორედ ქართული ერთობის დარბაზის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ესე იგი სააქციო საზოგადოება ქართულის თავმჯდომარე, ანუ რომელშიც შედის ტელევიზიაც. შემდგომი საკითხი, მე-16 ენერგეტიკული უსაფრთხოების პროგრამა, უნიკალური პროგრამა გვაქვს ჩვენ, რომლის სათავეებთან დგას ესე იგი პიროვნება ბატონი ამირა ნაფციაური, რომელმაც ძალიან ძლიერი პროგრამა და კაცი, რომელმაც ჰაერისგან მიიღო ელექტროენერგია.
თავის გერმანელი და სხვა მეცნიერებთან ერთად. მე 17 პროგრამა ბალნეოლოგიური ტურიზმი. უნიკალური პროგრამა. 100-მდე ბალნეოლოგიური უნიკალური ის არის, ჩვენ გავაანალიზეთ ყველაფერი და 30-40,000 კაცს პირველივე ეტაპზე აბრუნებს ჩვენებს ასულს ქვეყნის გარეთ, იმიტომ რომ ხალხმა ძალიან ბევრი რამ შემდგომი საკითხი. პროგრამა ესე იგი ბალნეოტურიზმი უკვე ვთქვით, ესე იგი მე-18 მიანაბრებთა პრობლემების მოწესრიგების პროგრამა, უნიკალური პროგრამა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებში არის გასული ამის სათავეებთან ძალიან საინტერესო პიროვნებები იდგნენ, ესე იგი პირველი პარლამენტთან დაკავშირებული პიროვნებები, გარდაიცვალა ძალიან ბატონი საგანდელიძე, პროფესორი, დოქტორი, მაგრამ ეს პროგრამა საერთოა ჩვენია, ერთად დავამუშავეთ ბოლო ვარიანტი მისი. შემდგომ დემოგრაფიული მდგომარეობის გაჯანსაღების პროგრამა. ამ საკითხებზე ყოველთვის საუბრობ ჩვენ, აი ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად და სწორად ბატონი ბესიკ ბოგველი, როგორც ფსიქოლოგი და როგორც მეცნიერი და ხედავს, რომ ეს არის ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პროგრამა. ჩვენთან დევს ეს პროგრამა. პროგრამა ინოვაციური საქართველო, სადაც უაღრესად საინტერესო პროგრამებია წარმოდგენილი. შემდგომი 21 40-მდე ეკონომიკური პროექტი პროგრამა, რომელთა მიზანია მოკლე პერიოდში მაქსიმუმ 1 წელიწადში მოსახლეობის 95% გახდეს მოტივირებული. ქვეყანა გადავიდეს შესაძლებლის მაქსიმუმზე მუშაობის პირობებში, დასრულდეს მოსახლეობის ბრძოლა არსებობისათვის, გადავიდეთ შესაძლებლობათა რეალიზაციის გარემოში. ეს არის უნიკალური პროექტი, 40-მდე უნიკალური პროექტი. ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის, ამ საკითხებზე დისკუსიისთვის, როგორც ხელისუფლებასთან, პოლიტიკურ ძალებთან, სხვადასხვა ჯგუფებთან, რომელთაც შექმნეს თუ აპირებენ სხვადასხვა მოძრაობების, ასევე საზოგადოების დაინტერესებულ ჯგუფებთან, ასევე მზად ვართ ვისაუბროთ დაინტერესებულ ჯგუფებთან და ნებისმიერ პიროვნებასთან, ინდივიდთან, ვისაც ამის სურვილი ექნება. ჩვენ ვართ ცოტნე დადიანის 26-ში, ნებისმიერ პიროვნება შეუძლია რომ თავის მოსაზრება მით უფრო ტელევიზია ქართულ ტივისთან გაფორმებულია ხელშეკრულება, არსებობს მეცნიერთა კონგრესის დრო და ამ დროში შეუძლია რომ ღიად პირდაპირ ტელევიზიით მიმართოს. ესე იგი, ამ პროგრამებს უგზავნით ტელევიზიებს, საინფორმაციო საშუალებებს, როცა დაიხვეწება საბოლოო ხელისუფლებას, ყველასთან ვაგზავნით და ვეუბნებით, რომ ჩვენი სურვილია დასრულდეს ერთმანეთისადმი გაუცხოება და დაავიწყოთ. ესე იგი, ინკლუზიური თქვენ როგორც ამბობთ, აი როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა შეთავაზა და ყველას მონაწილეობით, ჩვენ ვამბობთ იმას, რომ უნდა დასრულდეს ანონიმური მმართველობა ამ ქვეყანაში და უნდა დაიწყოს კოლექტიური პასუხისმგებლობა, საერთო ეროვნული პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლისათვის. ეს არის ის, რაც ამ ეტაპისთვის ჩვენ შევქმნით წუხელ, იმის შემდგომ, რაც პირველი 2 საათი იყო, რომ დავცილდით თქვა და ისე საუბრობდით ქუჩაში ამ ხალხთან, ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ იმ ხარს უჭერთ ქუჩას, მეცნიერთა კონგრესი ყოველთვის ქუჩის წინააღმდეგ გამოდის, მაგრამ ჩვენ ქუჩას უყურებთ როგორც შედეგს და ჩვენ ვებრძვით მიზეზს. და ამას დაემატება ის ერთი პროგრამა, რომელიც გუშინ ჩვენ განვიხილეთ, რომ ვებრძოლოთ მიზეზს და არა შედეგებს, როგორც დღეს არის. აი ეს არის ბატონებო, მე ჩვენ შევასრულეთ ამ საორგანიზაციო ჯგუფმა მეცნიერთა კონგრესის დავალება, წარმოგიდგინეთ დღეს, ჩვენ პარასკევს ელოდებოდით თქვენ ამას, მაგრამ ჯობია რომ დავიწყოთ დღეს, გავაგზავნოთ პარასკევს და იმ კვირის დასაწყისში მივიღოთ. აი ეს მინდოდა მეთქვა. ამ პროცესებმა გუშინ ველმა ცდომამ ჩვენ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, დაიწყო პოლიტიკური ცხოვრების გაცოცხლება. თუ ჩვენ ვაგვარებთ პრობლემას, უნდა მოვაგვაროთ ყველა კონფლიქტი. იგივე ბატონ მიხეილ სააკაშვილის კონფლიქტი, იგივე თქვენ რო ახსენეთ პარლამენტის პროექტი, როდესაც პარლამენტის ძალიან ცუდად მოხდა 91-12 წელს. ყველაფერი უნდა. ესენია ამ დოქტრინაში და ემგეში წერია და რა თქმა უნდა, სორს ამბობ და იგივეა. უნდა შექმნათ ახალი სახელმწიფო, რომელიც ყველას ინტერესები იქნება, განათლების სისტემის ინტერესი იქნება, იმიტომ ჩვენ ვლაპარაკობთ ევროპის ინტეგრაციას. ამიტომ ჩინეთის, ინდონეზიის, მთელი რიგი ქვეყნების ინტერესი უნდა გავითვალისწინოთ განათლების სისტემის, იმიტომ რომ აგე ინდოეთიდან ძალიან დიდი 14,000, 10,000-ობით სასწავლო მოდიან. ეს არის უნიკალური საშუალება, რომ ჩვენ შექმნათ რაღა ვთქვათ, ვიმუშაოთ და ვირებივით ასე ვთქვათ, ხო, ჩვენ უნდა შექმნათ ინტელექტუალური პროექტი და ეს სისტემების ადაპტირება მოვახდინოთ. არა მარტო ვთქვათ ევროპაში გავიქცეთ და რუსეთში, ძალიან გლობალურად უნდა ვიაზროთ.
ძალიან კარგი რომ ბევრი ჩაერთო ამ პოლ, მაგრამ რა არის წინ თავარი არის აქ მეცნიერულად იყოს გაანალიზებული. რა თქმა უნდა, ეგ არის უპირველესი. და ეგ არის სწორედ რომ არა ისო რომ ემოციების დრო დამთავრდა ურა პატრიოტიზმი და ურა ლიბერალიზმის და დამთავრდა ყველაზე დიდი ლიბერალიზმი ვიცი რომ ილია ჭავჭავაძე იყო ხო? და ამას მოუწოდებდა. მასე დიდი ეროვნული არის ვინმე? თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მარტო სხვა მიმართულების დანახვას ან ევროპას არ უსწრებს ჩვენ გლობალურად უნდა დავიწყოთ ძალიან დიდი პოლიტიკური მოთამაშეებია ჩართული ძალიან დიდი ინტერესები ძალიან დიდი პირველ რიგში ჩვენ თუ არ გადავიწყეთ ჩვენი ინტერესების დაცვა განათლების სისტემით თუ არ ამოქმედდეს ის სამეცნიერო ინსტიტუტები რომელმაც პრემიერს უნდა მისცეს ძლიერი რჩევები და ძლიერი სტრუქტურები ხო პრემიერის ჰაერშია და განაცხადებით იქ რაღაცა ამბიციური განაცხადებით თურმე ეს რაღაცა ქილიკებით უნდა პოლიტიკური პროცესები ამხელა გეოპოლიტიკური პროცესები მართოს აი ხალხო ცოტა ისეთი ისა ან ოპოზიციას ის რაღაც დაქირავებული არასამთავრობო ორგანიზაციებით რომელსაც სხვა ფუნქციები აქვს თავისი პოლიტიკური გამოიყენონ და ხედავთ ხო იქ აი შედიან მაგალითად და გინებებს ხალხს აგინებინებენ ხო ეს ხო ყველა მიცის რომ მართული პროცესი თან დადიან რა ხო ამდენად აი ესეთი რაღაცები პრიმიტიული მექანიზმებით ეს არ არის ლიბერალიზმი ეს არის პრიმიტიულობამდე დაყვანა ეს არის ურაპატრიოტიზმი რომელიც ორივე არის დამღუპელი ჩვენი ამოცანაა მეცნიერულად ამ პროცესში ჩართვა და მეცნიერულად მართვა ეს იმართება რა არის კონფლიქტოლოგია ფსიქოთერაპიაში იგივე თემა მოდის პაციენტი ნევროზით და კრიზისიდან გადახავს მაღალ მოცულობამდე ჩვენ ეს უნდა გავანალიზოთ ძალიან დიდი სამუშაო ისტორიული სამუშაო გეოპოლიტიკური სამუშაო რა ვიცი სოციოლოგიური სამუშაო ძალიან დიდი სამეცნიერო პოტენციალი ხა თუ ვინმე აქვს ხა ამბიცია და ქონდა კაცო სად იყო ამდენი ხა ჩვენ რო დავიწყეთ აგე უამრავის გაჩნდა ყველა იკრიბება ყველას რაღაც მხარეთ უნდა დაჟეს საპატრიარქო შემრიგებელი გამოჩნდა ყველა საპატრიარქოში გამოჩნდა სულ იქ სიონში აქ შეიკრიბეთ ხალხო ბიჭო ამდენი ხანი სად იყავით ხო ძალიან კარგი კაცო ყველას შეუძლია ჩაერთოს და მივესალმოთ ჩვენი გზა არავითარი არ შეგვშურდება პირიქით თავისი ჩაერთო ჩვენ თავაზობთ ძალიან დიდ მოცემულობა ძალიან დიდ სამსახურს თავაზობთ ფაქტიურად ის სამაშველო გოლია რომელსაც შეუძლია ორივე ძალამ გამოიყენოს რომ გადარჩნენ თორე აქ თუ რაღაცა დამთავრდა ჯერ ისედაც ხედავთ ხო პოლიტიკურ ლიდერებს რას უშვებიან ზოგს იტყვის ბატონი ვახში ჩაარტყეს გუშინ ბატონი რაც საშინელება პოლიტიკურ ლიდერს ხო და მომსწრე იყო და უფრო თვითონ გეტყვი და ესეთი რაღაცები ძალიან საშინელებაა ამიტომ ჯობია ყველა მართოთ ყველაფერი გავასწოროთ აი ხევში იცია რა ეს ხევის ბერები რო იწყებდნენ ჩართვა ძალიან საინტერესო სისტემა ყველაფერი უნდა ნაწყენაც არ უნდა დარჩეს ბოღმა არ უნდა დარჩეს და ძალიან ბევრი ბოღმა დარჩენილი ძალიან ბევრი ტკივილია გისმათ ბატონო ვახში თქვენი ხო ახლა ცოტა შეიძლება უცნაურად გამომივიდეს ესე იგი დიდი ხანია დაინტერესდი ადამიანის სახის მეტყველებით და მისი ფუნქციონალური შესაძლებლობების გარკვევა მოკლედ მეცნიერებაში უკვე დადგინდა ეს რომ ადამიანის შინაგანი თვისებები იკითხება სახეზე რა მინდა ვთქვა არის რაღაცა მოცემულობა ახლა ამაზე არ დავიწყებ ახსნას რა არის რომელიც აჩვენებს რომ ეს ადამიანი ყველანაირად ცდილობს რომ მოიხვეჭოს გამდიდრდეს და კარგია როცა ასეთი ადამიანი დიდ ბიზნესში შედის და სხვათა შორის მე რომ გაანალიზეს ყველა დიდი ბანკერი თურმე ასეთი სახის მატარებელია ასეთი სახის მატარებელია მას დაბადებიდანვე დაენათლება აი ეს სიმდიდრის მოხვეჭის სურვილი და ენერგიაც მიეცემა ხოლმე ამისათვის აი ასეთი ხალხი თავის ადგილზე კარგია მაგრამ ასეთი ხალხი იქ სადაც პირადი ინტერესი ფაქტიურად ამოჩნელი უნდა იყოს ეს არის უბედურება სახელმწიფოს ინტერესი უნდა იყოს თავარი და ამ დროს ასეთი ნიშანი სახეზე კიდე არსებობს როცა ადამიანი არის ძალიან კეთილშობილი და მის თავარი მოტივი არის სხვებისთვის რაღაც სიკეთის გაკეთება
და უამრავი მაგალითები არსებობს და მათ შორის ხატულ ლიტერატურაში ასეთი. ჩვენ როგორმე უნდა ეს შევიგნოთ და აი ის ჩვენ რომ ვამბობთ სისტემური ცვლილებები, ეს სისტემური ცვლილებები ისეთი უნდა იყოს, რომ აი ამ ადამიანებს ყველას თავის ადგილას დააყენებს და არ მოხდება ისე რომ აი ეს უკეთილშობილესი ადამიანი იქნება სადაზღვევოს ხელმძღვანელი, როცა ის გააკოტრებს იმ ორგანიზაციას, იმიტომ რომ ყველა შეეცოდება და მისცემს და პირიქით აი ეს ბანკირი რომ უნდა იყოს ისეთი კაცი მიდის პოლიტიკაში და მზად არის დააზარალოს ქვეყნის ინტერესები იმისათვის რომ თვითონ გამდიდრდეს. აი ჩვენი უბედურება და ახლა პირადად ჩემი და ჩვენი ბევრი ანალიზი უჩვენებს იმას, რომ სწორედ ასეთმა ხალხმა იმრავლა მთელი 50 წლის მანძილზე და ესე იგი ქვეყანა წინ ვერ წავიდა და თვითონ მილიონერები გახდნენ. ბატონ თემურ, თქვენ არ იყავით აი პირველი გადაცემა რომ ქონდა, მე იქ მოვიყვანე ქუთაისის მაგალითი, თუ რას ნიშნავს, როდესაც ადამიანი ხელმძღვანელობს თავისი კოლექტივის, თავისი სამფლობელოს, რასაც მართავს იმისი ინტერესებით და რა ბევრი რამის მიღწევა შეიძლება. ყველაფერი რაც ჩვენ აქ დავგეგმეთ, ეს ყველაფერი მიღწევადია მხოლოდ ის შემთხვევაში, როდესაც აი პირამიდაში პირველიდან დაწყებული ბოლომდე ყველა თავის ადგილას იქნება დაყენებული. აი ამას უნდა მივაქციოთ და როგორმე უნდა შევძლოთ ისინი, ვინც პოლიტიკაში ვაპირებთ მოსვლას, მმართველობაში ვაპირებთ მოსვლას, უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი პირადი ამბიციები, პირადი მოთხოვნები, პირადი ინტერესები გავწიოთ უკან და წინ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესები. უამისოდ, როგორიც არ უნდა გავაკეთოთ კარგი პროექტი და პროგრამა, იმას ვერ განვახორციელებთ, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს მაინც ადამიანები აკეთებენ საქმეს და ჩვენ არ უნდა სისტემაც უნდა იყოს, იმან უნდა იცოდეს, რომ თუ გადაუხევს ამ გზას, ესე იგი ის დაისჯება. აი ეს ასეთი სისტემა უნდა ავამუშავოთ და ბატონო ახში გუშინ ძალიან კარგი რამ თქვით თქვენ და მე ამით მინდა რომ ჩემი ერთ წინააღმდება დავამატო რომ ამას ყველაფერს უეს განვახორციელოთ, ამას ჭირდება აი როგორც იტყვიან ძლიერი ტელევიზია, ამას ჭირდება გვერდი და დგომა, თქვენ გუშინ გამოვაცხადეთ, თქვენი გამოცხადებული ეს რომ ყოველთვის 20 რიცხვში 1000 ლარი მაინც შევწიროთ ტელევიზიას, ეს პროექტები დევს იმაზე და აი ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შესაძლებელია მაშინ, როდესაც ჩვენ ერთმანეთთან დავდგებით. ჩვენ შემოგთავაზეთ თქვენს გარკვეული წინადადებები, პარასკევს ამის გაგრძელება მოხდება განხილვის და იმ კვირის დასაწყისში უკვე მივიღოთ, მივმართოთ ყველას და ვაქციოთ ძალიან სერიოზული მოქმედების საფუძვლად ეს დოკუმენტი. კი, ძალიან მნიშვნელოვანია ტელევიზიის მხარდაჭერა, იმიტომ რომ რაც მოხდოს, ეს არ არის რომ სწორედ იმიტომ არის ეს თავისუფალი პარტიული ინტერესებს ახმარება და გარეძალებით არ იმართება. და იმიტომ თქვათ არის რომ ხალხით უნდა იქნას შენახული, ხო, თორე თუ იყოს ეხლა ეს უკვე სხვა მოცემულობაში იქნებოდა, აქ თავისუფლება კი რა ვიგვათქმევინებდა ამდენი რას თქვით და რაც ჩვენ გავაკეთებთ ამ ტელევიზიის საშუალებით, რაც მე პირადად მინდა მადლობა გადაუხადო, და რომ ერთადერთი ტელევიზია, რომელიც სწორად აშუქებს სიმართლეს და ამ კრიზისს წარმართავს არა ცალი პოზიციით, რომ თურმე ის მეორე მხარეა მართალი და ეს თქვენ თუ მოვინე გვეშველება ევროპაში და აქ თუ მეორე მხარე კიდე პირიქით. თუმე ესენიც ევროპაში მიდუხა, ეს სული ის არის, შიზოფრენია ქვია ამას რა, ფსიქიკური აშლობის ერთ-ერთი გააურებული მდგომარეობა. ორივე გვეპატიჟება ევროპაში, ორივე გვეუბნება რომ კარგად იქნება, ორივე გვაშინებს რუსეთს. ერთი გვაშინებს რომ იქნება, მეორე გვაშინებს რომ ისე უბრალოდ მოვა. აი რაღაცა პარადოქსალურად, მოდი ავიღოთ პარამეტრები, რა არის ევროპა. ვინმე დაждდა და სხვა რა არის ევროპა. მიდიან ეს პოლიტიკური პარტიები ევროპული ხაზით, ევროპული აზროვნება გააჩნია, ისე ცხოვრობენ რა ევროპული, ეს არის კლასიკური ბოლშევიკური ჯუნგლის კანონები ცხოვრობენ და ლაპარაკობენ სიტყვა ევროპას. ადამიანები, აი ეს კორუმპირებული ბოლშევიკები, თუ კარგი ბოლშევიკებიც იყვნენ, მოდი ეს ვთქვა და ძალიან ბევრია გაკეთებული და ერთი ხალათით დადიოდნენ და სხვა რაღაც იდეა ქონდა. ამათ იდეა და ამათ სამშობლო არა. რა დროშას დაიჭერენ, იქ ოცნებაში შეუვლენ და ვიცით ხო რამდენია იქიდან გადაბარგული, იმეთი შვილები. ეს არის ხალხი, რომელსაც არც სამშობლო აქვს, არც იდეა აქვს, როგორ შეიძლება ერთი პარტიიდან მეორეში გადახდეთ. თუ იდეური და აზროვნული ადამიანი ხართ, ხო?
ხო. მოკლედ ბოლო წინააღმდეგ არის რა კარგია რომ მეცნიერთა კონგრესში ბოლოს მომძლავრდნენ ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები, სოციოლოგები. ბატონი ბესიკი გახლავთ ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ამ მიმართულებით და ჩვენ ბევრი რამ ბატონო ვახში გავაჩერეთ იმის გამო რომ მოვიდა ახალი ხელისუფლება გვეგონა სასამართლოს გავაჩერეთ ქართულ-ოსური მისია, ქართულ-აფხაზური მისია, ყველაფერი შევა ამ პროგრამაში და უნდა აღვადგინოთ ყველაფერი. კი ბატონო, დიდი მადლობა ჩვენი გადაცემა დასასრულისკენ მიდის. რაზე ჩვენ შევთავაზეთ რომ არის კრიზისი, ეს კრიზისი არის უნდა აღიაროს ორივე მხარე, არ არის სავალდებულო ეხლა რომ გამოხატოთ აგრესია ერთმანეთის მიმართ, იმ ძალებმა რომელიც უნდა პროცესების სხვა ესკალაცია მე მოუწოდებ რომ მოერი დონა არ არის საჭირო გინება და დადიანიქ და აიძულებენ ხალხს რომ მაინდა-მაინც შეაგინებინონ ასევე მთავრობასაც მოუწოდება არ არის ესეთი რადიკალიზმი ცინიზური დამოკიდებულება მაინდა-მაინც ისეთ კანონებს ნუ მიიღებთ ეხლა რომ გააღიზიანოთ ხალხი ეს ხო არაფერს არ შეცვლის ხო ამდენად აი ესეთი დეესკალაციური პროცესის საშუალებას მოუწოდეთ ცოტა ტვინმა დაიწყოს საღადაზრდოება ხალხო ხო არ შეიძლება სულ ესეთ კრიზისის სიტუაციაში ამყოფოთ ხალხი ხო ცოტა დავისვენოთ ერთმანეთს მე გავეწყოთ გამოანათებთ ტვინი რაღაცებს დავინახავთ კიდეს ხო დავინახოთ რომ ძალიან დიდი აზიური ევროპული კრიზისი აქვს ამ პოლიტიკურ სისტემებს და არც ერთი შეცვლის და არც მეორე და ამაში ჩვენ მივიჭყლიტებით და ეს უნდა დავალაგოთ შეიძლება საერთოდ სხვა პოლიტიკური სისტემაში ჩვენზე უნდა იყოს ეს ჩვენ ვიგზავნოთ კარგად ჯერ ჩვენ და მე სხვა ასე რომ გემშვიდობებით მადლობა ჩვენ კიდევ გავაგზავნებთ კარგად ბრძანდებოდეთ